ძალიან ძიმე სიტუაცია და ჩვენ ხედავთ რომ ფაქტობრივად ივანიშვილის მართვის სტილი სწორედ ესაა როცა ადამიანს შეა და სხვათა შორის ამას ღიად ამბობდა ივანიშვილი რომ მეო შევისწავლეო თვითგადარჩენის ინსტინქტიო. ამას 2012 წელს ამბობდა, ანუ ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტიო და ყვებოდა ამას, რა შეისწავლა. ანუ ნახეთ რა შევისწავლეო, როცა ადამიანს შეაო და უსაფრთხოების პრობლემები აქვს, ან არ მოკლას, არ წაართვას, არ დაიჭიროს რაღაცა. თუ შეა და თუ ეს პრობლემა იმის იქით ვეღარ ხედავს, ანუ თუ გამოსაკვები ყავს შვილი მაგალითად, კარგი ტელეფონი ვიყიდო, ახლა რაღაცა სადმე სამოგზაურო წავიდე ამის შესაძლებლად, არ იყურები. პირველადი მოხმარების პრობლემა გაქვს რომ გამოყვებო შვილი, გამოიყვებო და უსაფრთხოება რომ ვინმე არ დაგიჭიროს, ვიღაცა არ გესროლოს, ვიღაცა არ გცემოს და ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ მოდი რა, ეხლა ამ ადამიანს სანამ მადა გაეზდებათ, ჯობია რომ გაჭირებულები იყვნენ, ეს 100 ლარზე, 200 ლარზე ყავდეს გამომული, ესენი და ამათ ესე მართავ. ეს კაცი ამ დამოკიდებულებას არ მარავდა, მეცაც შეგახსენებთ ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ სადაც გავრცელდა როგორ ლაპარაკობს ევროპაში რომ წავიდნენ ქართველებიო, მაშინ დავიღუპეთო. რატო იცითო იქ კარგი ცხოვრება ნახესო. მე ჩამოვიდნენ აქ მოუდათ კარგი ცხოვრებაო. ხო და ვეღარ წავით ვიზა ლიბერალიზაციაც უკვე ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა. მაგასაც გვაჩვენებენ დღეს გითხრეს რომ შეიძლებაო მაგათმა გამოიყენონო ესო ჩვენ წინა არაფერს არ დაუთმობ. ანუ მისი სტრატეგიის ნაწილი იყო რომ ეს ხალხი კარგი ჯანდაბას წავიდა, იქ მაინც დარჩეს რომ არ ჩამოვიდეს და სიკეთე გერმანიაში წადითო, გერმანიაში წადითო, იმუშავდა თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ იქო იაფია ფრენებიო და გამოფრენდით აკითო. ოჯახი ნახე და ისევე წადითო. აი ეს არ დაუმალავს, მეტიც აი შეგახსენებთ იუსტიციის სახლზე აქ ესეთი რამე ნათქვამი. ეს იუსტიციის სახლები კარგი კი არ არისო. რო ჩამოვიდა ადამიანიო, ნახეთ რა აი ეს პირდაპირ ეთერში ვიყო, რო ჩამოვიდა ადამიანიო და 10 წუთშიო საბუთი გააკეთაო, სოფლიდან რო ჩამოვიდაო და 10 წუთში საბუთი გააკეთაო, პირადობა, დოკუმენტაცია აიღო. მე მთელი დღე რა გააკეთოსო? გაუბედურდა ადამიანი, იმიტომ რომ საქმე აღარა აქვს და ამიტომ ეს იუსტიციის სახლი კარგი კი არ არის, არ ჯობიაო კაცო, ერთი კვირა რო აკეთებ იმას, რა ქვია, პირადობის მოწმობას, ვიღაცასთან თამი გაქვს, მისაცემი, ჩასაწყობი გაქვს, ქართულ ჯიგრულ პონჩი, რაღაცა მისა, ეს ანუ ესო სტრაფი სერვისიო კაცო, კარგი კი არ არისო. ამდენი უსაქმური ადამიანია მერეო და აღარა აქვს მთელი დღის განმავლობაში დრო როგორ დახარჯო. ლევან, ფაქტია რომ საზოგადოების დიდ ნაწილს წლები დასჭირდა, რომ ეს ძალიან ხილული ნაბიჯები, განსრახვები ბიძინა ივანიშვილის უკვე ფაქტობრივად საკუთარ ტყავზე ეკრძნო. მაგრამ არიან ადამიანებიც ახლა ხანდაზმული ქალბატონი გურამთან გაოცებას გამოხატავდა, რომ როგორ თუ ბავშვები შიმშილობენ. ჩვენ პარლამენტარების ეგრეთ წოდებული დეპუტატების კომენტარებსაც მოვისმენთ. ეკონომიკური ზრდა აქვთ ყოველ მეორე სიტყვაში. ხო, ნახეთ როგორ ჩრდილოეთ კორეაშია, ზუსტად ისე მართავს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას და ამაზე ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ მაგალითად სამუშაო. აი პროპაგანდა რომ მუშაობს, ეხლა სანამ ეთერში შევიდოდით, საუბრობთ რომ მუშაობს. როგორ არ მუშაობს? რატო იცით? იმიტომ რომ ჩვენ ნაკლები, ჩვენ გონია რომ ეს ისედაც ცხადია. რომ ეს ისედაც ნათელია და არ არის ნათელი. იმიტომ რომ ყოველდღიურად თავში მათ რას უდებენ. ეხლა ნახეთ, აი ჩრდილოეთ კორეაში როგორ უჭიროს პირობითად ამ კაცს 21 საუკუნეში ეს დიქტატურა, ხო? ესე იგი ტელევიზიები არ არის, ინფორმაცია ინტერნეტი არ არის, ყველაფერი ასე ვთქვათ, დახშობილი აქვს და მთელი დღის განმავლობაში აყურებინებენ, რომ სადღაცა ბომბი ჩავარდა, რომ სადღაცა მაგალითად იქ იმან ემას აი ომის კადრებს აყურებინებენ ძირითადად და ეუბნებიან. ჩვენს იქით ეს ხდება ყველგან. ამიტომ ის ხალხი ამბობს, ოღონდ ეხა ბომბი არ დამეცეს და მაშინ მოდი იყოს ეჩდილო ამართლობაც არის, ამართლობა და ინტერნეტი არ არის, აქ არის ინტერნეტი, აქ მეტი შესაძლებლობაა და მათ შორის ოპოზიციამაც ხო აი ძალიან ბევრგან გვახსოვს წინასაარჩევნო ჩავიდა და ხალხს კონკრეტულად ფასების თაობაზე თქვენ კოალიციასაც კამპანია გქონდათ, ხო? ელისო ისე კარგია რომ ინტერნეტი ჯერ გვაქვს. ჯერ გვაქვს, ტელევიზიებიც ჯერ გვაქვს. თქვენ ხო იდეაში აღარ არსებობთ, მაგრამ არსებობთ საკუთარი, ასე ვთქვათ, სახსრებით ფაქტობრივად, ხო? ანუ ნახეთ აღარ არის ეს ტელევიზია უნდა შევეგუოთ რომ ნენელა ეგერ ხო შემოიღეს ის რა ქვია კანონი სადაც თქვენ რესპონდენტს თუ არ კითხავთ იმას ვეღარ ჩაწერ რაღაცა უნდა შეუთანხმო რომ კორუმპირებულია თუ არ გითხარ რომ კორუმპირებული ვერ გავუშვებ დაახლოებით ესეთი ესე ვასილ ჩიგოგიძესა რომ მიხვდათ და მოგიყვეთ როგორი კორუმპირებულია თუ არ მოგიყვება და არ დაგტახტებათ მაშინ სიუჟეტი არ უნდა გაუშვათ და თქვენ აქ არ უნდა იჯდეთ და არ უნდა ილაპარაკოთ იმიტომ ეს მოწინააღმდეგე არ არის აი ამაშია საქმე კაცო ცოტა ხანში მივალთ იქამდე რომ რაღაც ინტერნეტზეც გვეტყვი ხა მან შეზღუდვებია უნდა დავაწესოთ იქ რაღაცა deep state-ი რო არის, რაღაცა ცუდები რო არიან, ხო? აი ახლა იმათმა რამე ჩვენ არ გავყვან, აი კასპში რო იყო, წინასაარჩევნოდ რა ეხლა რა პრობლემებზე ვლაპარაკობ და კასპში რა იყო თავი პრობლემა, რომ კაცების ქორწინება აიგზალებაო.
ნახეთ ჩავიდნენ და კამპანია ქონდა საარჩევნო კაცების ქორწინება სტატისტიკამ გამოავლინა რომ თურმე ბევრი კაცი ქორწინდება ერთმანეთთან კაცში ხო სრული ხო გვეცინება ჩვენ მაგრამ ხო სერიოზულად ელაპარაკებოდა ამას მერი პარლამენტარი და ის ხალხი უსმენდა და კაი სერიოზულად უსმენდნენ არა კარს უკრავდნენ კაცო კარს უკრავდნენ ამას და ამიტომ ეს იმდენად სერიოზული პრობლემები გვაქვს ხო არ ვიცი ხა მე მოусმინოთ ერთი ამ ხალხსაც ეს პარლამენტარიებს წყალებს პარლამენტარები რა სამობენ და ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს და ბევრს არაფერს ხო არა რაც შინაარსს უკავშირდება ძალიან რთულია შინაარსზე რაიმე მოისმინო მათგან იმიტომ რომ როგორც ერთ-ერთი ფაქტი რაც გითხარით ყოველ მეორე წინადადებაში ახსენებენ ეკონომიკურ ზრდას რომელიც მათი წარმატების შედეგი გქონიათ რომ არის და მე ვუბრუნებ კითხვას ანუ ძალიან კარგად მეტნაკლებად ყველას ესმის უკვე ეს ეკონომიკა როგორ მუშაობს ხო ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებამდე როდემდე და როდის შეიძლება მივიდეს მაგრამ მე სულ ვეუბნები მათ კონტრარგუმენტად 13 წელია ხელისუფლებაში არიან. მოდი ვთქვათ ლევან, თქვენი დაკვირვებით რეალურად ვინ გამდიდრდა? ეს ეკონომიკური ზრდა პროპორციულად აისახა მოქალაქეებს. ვინ მდიდრდება? ისინი რასაც გესაუბრებიან ხალხო, ისინი არიან გულწრფელები არიან და ეკონომიკური ზრდაო რო გეუბნებათ. როგორ 30000 თუ 4000 ლარი იყო ხელფასი და გავუხდათ 14000 ლარი. ერთი. მეორე ანტონო ბოლაშვილი ქვეყანას სამშენებლო ობიექტები აქვს, აშენებს, ფულს შეულობს. მისთვის ეკონომიკა, აბა მისი ოჯახის წევრებს კითხე. გაფრინდა ეკონომიკა ხალხო, მაგათმა ძალიან ბევრი მილიონი ის კოდასენს კითხეთ ხო უკანონო მშენებლობებიდან დაწყებული აგერ იმასთან რა ქვია მტკვართან, სოკართან ჩასასვლელი როა ის დიდი რაღაცა რაც წამოჭიმა აბსოლუტურად უკანონო იყო ის კლდე რომ მოანგრიეს. მილიონობით შეულობს ეს ხალხი ტენდერებით, კორუფციით, ხელფასზე რომ ლაპარაკობ 14000 ლარი არის ძალიან დიდი ანაზღაურება, ხო? ოღონდ უნდა გვესმოდეს რომ ეს ხალხი არც ერთი ხელფასზე არ მუშაობს. თქვენ გონიათ ეხლა რომ ეს ადამიანები პარლამენტში რომ მიკრიბებიან, ადამიანის პრობლემა რა თქვენ რა ადამიანებსაც ვსაუბრობთ, ხო ყოველდღიური ჩვენ რა პრობლემა გვაქვს? გამოდიო საწვავის ფასი მაინტერესებს რომ გაძვირდა არ გაძვირდა, მაგათ არც იციან რაღაც. გაავსე ბაკი ეტყვის და მურჩა. ჩვენ ვუყურებთ აბა 2 ლარი 60-ია თუ 3 ლარი და 10 თეთრია თუ ადამიანები ითვლიან ამას ხო საწვავის ფაზზე უმსჯელიათ აქციზის გადასახადი როგორ და მოიხსნას ან მონოპოლია როგორ დაიშალოს არა მაგაზე არ იმსჯელებენ ელექტროენერგიას ბიზნესი იუანიშვილი 8 თეთრად იღებდა და ბიტკოინებს გამოიმუშავებდა ჩვენ რატო ვიხდით 22 და 26-ს ამაზე უმსჯელიათ რომ შუამავალი კომპანია როა გუჩა მამაცაშვილს და რაღაცა მე და თქვენ შორის რაღაცა რო ვიყიდოთ აქ უჩა რო გაჩნდეს და ფული აიღოს ეს როგორ მოშალოს უმსჯელიათ არ უმსჯელიათ ელისო ეკითხებოდა პარლამენტში სხვათა შორის დეპუტატებს აი რა გააკეთეთ სიღარიბის დასაძლევად რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიმუშავეთო და ერთ-ერთმა უპასუხა მოვა ამის დროცო მე-13 წელია ამაზეც ვიმუშავებთ აბა ოდესმეო ამაზეც დავფიქრდებით თუ ასე უპასუხა ცოტა სპოილერებია მაგრამ უფრო მეტი საინტერესო იქნება რეპორტაჟში მესამე მოწვევის ახლა უკვე ეგრეთ წოდებული დეპუტატია მაგრამ ნუ აი იქნება მოკლედ მე ერთი ის იყო რა და ამაზე ბრაზობდნენ აიო ეხა პარლამენტში ესე იგი საკითხი ქონდა ფასების დათანს დაკავშირებით და ვამბობდით და ვამბობთ რომ აი პურის ფასი რძე გაძვირებულია, ზეთი გაძვირებული და პარლამენტთან ლაპარაკობენ. მოიცაო, კაცო, პარლამენტში რა ხახზე და რძეზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო? ანუ ხვდები ხო ადამიანების საჭიროება და ეკონომიკა და პირობითად მსყიდველი უნარიანობა რომ ადამიანს ყოველდღურად ესაზო, ეგო რა გასარჩევიო? ეგენი სამაგიეროდ არჩევენ ტრამპმა რა თქვა, რიშმა რა თქვა, ისინი ხო დიდი ბიჭები არიან ჭყალებში, ანუ ხვდები ამ სიგიჟეს ოღონდ ყიდიან. თავისი ხელფასების გასამაგების საკანონმდებლო ინიციატივა ხო ძალიან მარტივად დაამტკიცეს, ხო? მაგრამ აი შემწეობები, დევნილების დახმარებები ამასთან დაკავშირებით არავინ ხო არა ისინი ამბობენ რომ 45 ლარი უნდა იყოს დევნილების დახმარება ხო ხოსრული სიგიჟეა მე რეიტყვარ მოგაყოლებენ რაღაცას აი მაშინ გაგეზარდათ აბა თქვენ შევარდნეზოს გენახათ აღრიცხულიც არ იყო პირობითად ხო ეს ადამიანები რომ 13 წელი რომ ხელისუფლებაში ხარ შენი ხელფასიც მოო 3ჯერ რო გაიზარდა და 4ჯერ რო გაიზარდა რა ვიცი ესეც გაგეზარდა 4ჯერ კაცო რა ხო ადეკვატური იქნებოდა ხო შეიძლება სათქმელსაც ხო არ დაგვიტოვებდი ხო როგორ შეიძლება რომ დევნილებს მაგალითად 55 ლარ ნახევრად დღეში რა უნდა რა ხო ეს არის დაცინვა ხო იდე არ ვიცი სოციალურ დახმარებაზე თუ ჩავალთ კიდე და ბავშვების სიღარიბეზე 6 ლარია დღეში მაგალითად რა აი ბავშვი 154888 ბავშვი არის სოციალურ დაუცველთა ბაზაში 0-დან 18 წლამდე და ამ ბავშვებს დამატებით აძლევენ ესე იგი 6 ლარს დღეში ეხლა ამიხსნას ვინმე ეს 6 ლარი ბავშვმა ესე იგი უნდა ჭამოს უნდა ჩაიცვას კულტურულ ღონისძიებებზე რაღაცა წრეზე უნდა იაროს ანუ როგორ აი ფეხსაცმელი რო იყიდოს მაგალითად ხო ორი შვილი მყავს ერთი ორივე სკოლაში დადის
80 ლარად ყველაზე იაფად აი ლილოს ბაზრობაზე რო წავიდეთ და ვიყიდოთ აი 80 ლარად ყველაზე იაფად უყიდი ერთ ფეხსაცმელს ხო ამ ბავშვებმა დღეში 6 ლარად როგორ უნდა გამოიყვებონ როგორ უნდა ჩაიცვან ან ბავშვობა როგორ უნდა ქონდეთ ეს ხო ნიშნავს რომ ფაქტობრივად სტატისტიკა რაც არის ოფიციალურად კიდე რამდენი არ ყავთ რამდენს უნდა რომ ეს მაინც მიიღოს და ამას არაძლევენ ეგეთი კიდე 10,000-ობით არის ლევან რომ დავეყრდნოთ სახალხო დამცველს რომელიც ქართული ოცნების მიერ არის არჩეული და მის მონაცემებშიც კი 1-2-მა ეჭვი შეიტანა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა ეგრეთ წოდებულმა აი იქ წერია რომ 6%-ით კიდე გაიზარდა 6.9% 270,000 ბავშვი 18 წლამდე ასაკის მოზარდი არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე და აი ამ დროს ცხოვრობთ მილიარდერის ქვეყანაში რომელიც დიდი ალბათობით სწორედ იმიტომ გახდა ძალაუფლების ფლობელი ხო 13 წლის განმავლობაში რომ მის მიმართ არსებობდა მოლოდინი აი ოლიგარქი მოდის ალბათ ხელისუფლებაში და ხალხს ეგონა რომ იცი რა იყო მაგრამ ლოგიკა იყო ეგ აღარ მოიპარავს ის მუშაობს კიდე თქვენ როგორ ფიქრობთ რომ აი დიდარი კაცია და რაღაცას ჩვენთვისაც იზამს ის ვარაფერს არ მოიპარავს ახლა ეგ მე მგონი მაგის აღარავის არ ჯეროდა ხო იყო მითები ოღონდ ჩვენ ვიღაცებს ბჭყალებში ჩვენს მხარესაც ჯეროდა ბიძინა ივანიშვილი აქ ფულს არ შეულობს ბიტკოინებით ხალხო დაწერა ამ თავისი ბრალი დაწერა თვითონ მილიარდიო მომპარა ბაჩიაშვილმაო გდანშიო ბიტფულში რო ბიტკოინი გამომუშავებოდა იქ თავისუფალი ეკონომიკური ზონა შექმნა გადასახადებს არ იხდიდა და ელექტროენერგიას იღებდა 8 თეთრად ანუ ბაჩიაშვილმა მილიარდი მომპარაო და ანუ თვითონ რამდენი წაიღო ანუ ხვდებით მასშტაბს მარტო მაგალითად ბიტკოინი საღდრისთან დაკავშირებდა ოქროს რომელსაც მიეზიდება და ეს ფაქტობრივად რუსული ისა კომპანია RMG Gold-ი აწყობილი აქვს თავიდან ბოლომდე ეს ინფრასტრუქტურა და კიდე რაც გარდა იმისა რომ ოქროს გადათხარა იქაურობა კულტურული მემკვიდრეობა აგვიფეთქა იქ რაღაცა ოქროს ეძებს და აბა მილიარდები მიაკ ამას გარდა რუსული სანქცირებული ოქრო საქართველოში შემოდის მე აქ უკეთებენ იმას რა ქვია საბუთრო ექსკლუზიურად გეუბნებით ახლა და ეს 100-ია და შეგვიძლია რომ ამაზე საგამოძიებო ჟურნალისტიკამაც ასე ვთქვათ იმუშაოს აქ შემოდის სანქცირებული ოქრო სერტიფიკატს არ ტყამენ რომ თითქოს არის RMG Gold-ის მოპოვებული და ისე ყიდიან ევროპაში და აქ რო რაღაცები შემოდის ისე ეს ვიცით ხო ეხლა რა ვიცი სადაც ლომის ბოკვერი გადმოდის და დოლარები ქეშით გადმოაგვთ და ვიღაცებს აპარებენ და ვიღაცები ტაქსით იპარებიან აქედან გვესმის ხო და მარტივია ბიზნესი სრულად რუსული აბსოლუტურად ხალხო ეს ფრენებიც რატო აღადგინეს მართლა ხალხზე კი არ ზრუნავდნენ სწრაფად რომ ლოჯისტიკა კონდეთ სწრაფად აწყობილი რაღაცა ქეში სწრაფად ჩამოიტანონ რაღაცა ოქრო სწრაფად ჩამოიტანონ ჩიპებია გადასატან გადმოსატანი და ავტომობილით არიაროს და 2 დღე არ დაჭირდეს ჩასვლა პირობითად მოსკოვში ამიტომ ფრენებია და რა ვიცი 1 საათში დანიშნულების ადგილზეა სამხედრო ჩიპიც რომელიც ეჭვიც არსებობს ბრიტანელებს გერმანელებს ძალიან ბევრი სატელევიზიო საგამოძიებო ჟურნალისტებმა იმუშავეს ევროპელებმა რომ შესაძლოა საქართველოს მარაგდებოდეს სამხედრო საქართველოსთან მარაგდებოდეს ოკუპანტი რუსეთი და ანუ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს აქ ესეთი ძალიან ბედნიერი გარემო აქვს რა თუნდა ეხლა ევროპა და სამართალი რო იყოს ხო იქ საღდრის ვერ ააფეთქებს მონოპოლიები ვერ ექნება საბანკო სექტორში ხო ეს ხალხი ხა თქვენ ვისაც უყურებდით ყველა ადამიანი ვისაც გამოკითხეთ და ეხლა ვინც გვიყურებს არ არსებობს ადამიანი საქართველოში თითქმის რომ არ კონდეს ბანკის ვალი ოფიციალური მონაცემით ეს არის 1,000,000 ზუსტ ციფრსაც გეტყვით 900,000 ადამიანი და აქედან 1,500,000-ზე მეტ ადამიანს აქვს ბანკის ვალი 700,000 ადამიანს აქვს მიკროსაფინანსო ეხლა წარმოედგინეთ ბანკის სესხი რამხელა პროცენტია ხო გეუბნებიან რომ მოდი აიღეთ 20%-ში და ეს პროცენტი არის 20-25%-ზე ადის მიკროსაფინანსოში ადის 40%-ზე აგერ მე ის ქონდა რა ქვია საქართველოს ბანკიდან გამოტანილი სესხი იყო 16,900 ლარი და უნდა დაფაროს ესე იგი 4 წელიწადში 27,000 ლარი 10,000 ლარით მეტი რაც აიღო იმის 55% უნდა გადაიღოს ზემოდან ეს ხალხი ყველა ვისაც თქვენ უყურებთ ყველა ლომბარდშია ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილს ყველა ამ ადამიანის ტვინი რა არის აბა ბანკიდან მომივიდა ეხა სესხი უნდა ტვინი მარტო ამაზე უმუშავებს ბანკში სესხი კარტა არ დაებლოკოს ქონება არ წაართვას ესე მოუწყო ტვინი და მე როცა ბანკებზე ლაპარაკობ ხოლმე იციან ხოლმე რაღაცა საბანკო ოლიგარქიას ხშირად ახსენებთ ხოლმე მოდით ვთქვათ ისიც რა რეალობა მივიღეთ ხო ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული ბიზნესი ეს არის თუ არა ერთ-ერთი თავარი გამოწვევა არ ვილაპარაკებთ ღიად ხალხს მიმღებლობა რატომ ერთ-ერთი თავარი გამოწვევა არის თუ არა ის რომ რეჟიმს ვერ ამარცხებს საბანკო ოლიგარქია არის და მარტო მათემატიკას გეტყვით რა მე ამბობენ მაგალითად რომ ნაციონალების დროს რა ძმაო არ იყო მარტო მაგალითს გეტყვით ნაციონალური მოძრაობის დროს 2012 წელს ბანკების წმინდა მოგება იყო 134 მილიონი ლარი
2024 წელს იყო 3 მილიარდ 100 მილიონი ლარი. რომელიც ორ ბანკზე მოდის. ხო, TBS და საქართველოზე. და მე ლიბერტია და მე ქართუა. ესე იგი წარმოვიდეთ 23-ჯერ გაიზარდა ბანკების მოგება. ამიხსნას ვინმე 23-ჯერ რა გაიზარდა ამ ქვეყანაში, რომ ბანკების მოგებაც გაყოლოდა. ქვეყნის ეკონომიკა რო ვითარდება, მესმის რომ ბანკიც ასე ვთქვათ მოგება 23-ჯერ გაგვეზარდა რა მე კაცო, ეკონომიკა გაიზარდა, ხელფასი გაიზარდა 23-ჯერ რანაირად 23-ჯერ გაიზარდა ძარცვა. აქ სხვა ბანკები რატო არ შემოდიან? ეხა გეტყვით თურნავა საბანკო პოლიტიკა ხო იქ ის რა ქვია ჩხარტიშვილის ხელით ბიძინა ივანიშვილის ეროვნულ ბანკში ფაქტობრივად თავისი კაბინეტი აქვს მოწყობილი ხო? საიდანაც იმართება ფაქტობრივად ეს ბანკები საქართველოს უნდა ვახსენოთ არ არის ეს მოსარიდებელი და 100 ამ წუთას არის ესე საქართველოს ბანკი TBC Liberty აბსოლუტურად ერთნაირად აყაჩაღებენ ადამიანს და დავსვამ აი ეკონომისტები რო არიან და ნეიტრალურ ოპოზიცია ხა რატო პოლიტიკოსმა ეს არ უნდა თქვას დაუსვით შეკითხვა საკუთარი კაპიტალის 30-40%-ზე რომელი ბიზნესი გადის წლიდან წლამდე მოგებაზე არ არსებობს ელისო ეგეთი ბიზნესი არ არსებობს აი დამიჯდეს ნებისმიერი ეკონომისტი და მითხრას რომ ბიზნესი არის რომელიმე საქართველოში რომელიც კაპიტალის 40% მოგებაზე გადის ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს და თან ეგეთ მოგებაზე გადის და მე ინვესტორი რო იყურება საქართველოში თურმე სხვა ბიზნესში დებს ფულს და შემოვიხედე ხა საქართველოში და ხედავ რომ საკუთარი კაპიტალის 40% ანუ ნახე მილიონს რო ჩავდებ 400 მილიონს მოვიგებ წლის ბოლოს და ამ ბიზნესში არ გავიქცე და თქვენი აზრით ინტერესი არა უბრალოდ ხელს როგორც კი შემოწევს ეგრე მოაჭრიან იმ ხელს ეგ არის საბანკო ოლიგარქია შეგიძლიათ უფრო დაკონკრეტდეთ დეტალიზებულად რომ მივყვეთ ამ საკითხს ვისი ინტერესია ეს არის გეტყვით აგერ ეს არის ვისთან კი ბიძინა ივანიშვილის ინტერესია თურნავას ინტერესია საქართველოს ბანკის ხელმძღვანელის რომელსაც გილაურის ინტერესია რომელსაც მათ შორის პოლიტიკური თამაშები ქონდა ქვეყანაში წამოწყებული და მე მგონი რომ უნდა გაეცეს ამასაც ნახეთ შეკითხვები აქვს საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია ირევა მე რაღაცებზე პასუხს არ ვიტყვი და მეც პირობითად ხო და სხვა აუ ყველა ერთნაირები არიან ძმაო და ბოდიში რა ჩემთან ეკითხვა არ არის მე არჩევნებამდე ლაპარაკობდი საბანკო ოლიგარქიაზე მე მგონი ჩემი ტერმინია საერთოდ ეს საბანკო ოლიგარქია ხო და ერთი იყო მართლა რაც ვიცი მიშა რო იყო ხოლმე რა ქვია სასამართლო პროცესები რო ქონდა ამაზე ლაპარაკობდა რომ აი საბანკო ოლიგარქია კი საქართველოში დღეს აბა გადახედეთ ყველა ბანკს ფაქტობრივად ქართულ ბანკი და ლიბერტი ბანკი არიან მთავრობაში წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილი და რუხაძე ვიღაცა საქართველოს ბანკს რაღაცა ოპოზიციურ ველზე TBC-ს ოპოზიციურ ველზე არ ვიცი ძმებო უნდა გამოვიდნენ ესენი და რეალურად უნდა დააკავშიროთ მას მათი დამაკავშირებელი ჯაჭვია ყველა პარტია ფიქრობს რომ ყველა ბანკი ფიქრობს რომ უნდა ყავდეს საკუთარი პარტია და შესაბამისად მე ესენი ოპერირებენ ოპოზიციურ ველზე ვიღაცა ხელისუფლებაშია და ეს აი ხა რასაც უსმენდი და ადამიანებს ქონდათ მიუღებლობა რა გარკვეულწილად ხო ახერხებს ბიძინა ივანიშვილი რომ თქვას რომ იცით რა მე ცუდი ვარ იქით გახედეთ აქეთ ლიბერტი ბანკი და ქართულ ნაცებიც ჭამდნენო და ესენიც ჭამენო და ცოტას ხალხსაც აჭმევენო ხო ნუ ეხა ეს დამოკიდებულება რომ ნაციონალ და ის რა ქვია ოცნება და აგერ ციფრებზე ვლაპარაკობ ეს ხო უტყუარია ვლაპარაკობ იმაზე რომ 134 მილიონი იყო 3 მილიონი იყო თუ არა მაშინ პრობლემა ამ მიმართულებაზე უკეთეს შეიძლება და კი შეიძლება მაგრამ საბანკო სექტორი საერთოდ არ ქონდა შევარდნაიზროს პირობითად ვიზახე ესენი ხო 13 წელია ხელისუფლებაში არიან შეუძლებელია 13 წლის თავზე 13 წლის წინ ეს ტელეფონი წარმოგედგინათ რომ ეგ ტელეფონი გექნება და ვერ წარმოვიდი 2000 წელს რო ეთქვა ეხა რომ პირდაპირ ეთერში გავალ საღაზა ხო ვიტყვეთ რა კაი რა სიგიჟია ხალხო 13 წელი გავიდა ყოველდღურად უნდა 2 წლის წინ რაც იყო იმაზე 10 ნაბიჯი წინ უნდა ვიყო დღეს იმიტომ რომ სწრაფად იცვლება ყველაფერი და ეხა 13 წლის წინანდელს ადარო დღევანდელი დღე ეგ აბსოლუტურად არანორმალურია და ეგეც პროპაგანდის შედეგია რომ აბა მაშინ როგორ იყო ძმაო ბანკის ესხი როგორ იყო აგერ გეუბნები რომ 23-ჯერ მეც წეწავენ ძმაო თუ გინდა ესე გააგრძელო კი ბატონო შეიძლება კავშირებზე უფრო მეტად დავკონკრეტდეთ ივანიშვილი ეს საბანკო ინტერესები რა არის მათ შორის თქვენ აღნიშნეთ რომ ოპოზიციას აფინანსებდა თან გვეუბნებიან რომ ოპოზიციის დაფინანსება ამ ქვეყანაში დასჯადია ნახე მე არ ვიცი შეშინებულია ბიზნესი მე არ ვიცი ვიღაცას რო ვიტყვი რომ აფინანსებდა ხო ამაზე უნდა არსებობდეს პირობითად კიცებულება მაგრამ ტელევიზიით საჯაროდ ამ თემაზე ბევრს უსაუბრია და ეს კითხვები არსებობს მე კი არ უნდა ჩვენ სტუდიაში კოალიციის წარმომადგენლობა დაადასტურეს რომ მიუღიათ მაგალითად დაფინანსება გილაურისგან ხო დაფინანსება და დახმარება ეგ ხალხი უნდა გამოვიდეს მე მაგათ არცეც განა ვინმეს რამეს ვახსენებ მაგრამ ვალდებულნი არიან რომ პასუხი გასცენ ხალხს კავშირებზე მე გილაური ეხა მარტო რამეს გილაური არის ირაკლი გილაური არის ივანიშვილის გაგრძელება იგივე ოლიგარქი და მძარცველი და ყაჭოყი როგორც ივანიშვილი და რომ დაჭირდა კობახიძესთან გაკრეჭელი ფოტო ხო დადო ეს რისი მანიშნებელი იყო ფაქტი სახით რაც გვაქვს არის ის რომ ერთნი არიან და
მეცაც გეტყვი მის დამოკიდებულებას. ეს ის დროა, როდესაც ირაკლი კობახიძეს ძალიან უჭირს თან ლეგიტიმაციას. კი, მაგას ვამბობ და მიიყვანეს და ფოტო გადააღებინეს. ეხო ნიშანი იყო, რომ აგ ოპოზიციონერი გონიათ გილაური ჭყალებში, აგ ეძმაოდა დასასანქცირებელთა სიაშია სხვათა შორის ქონების ართმევაზე და ასე შემდეგ გავებია. განცხადება რომ დეტალებს ვარკვევთ. ახო და ხალხს ელაპარაკონ კაცო ეს ადამიანები თუ მე ეს ადამიანები უნდა ესაუბრონ ხალხს, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ მაგალითად, რომ ვიღაცას რო ეხა ნაგავს ესვრიან და მართლა ვიღაცის ბიძინა ივანიშვილის ფულთან რამე საერთო ქონდა, მე არ მაინტერესებს რა, ახლა რომ დავждები ეთერში ამაზე აუცილებლად პასუხს იმას ვიზამ, რა ვიტყვი. ამიტომ ეს ხალხი დაждდეს და უთხრას რა საერთო ქონდათ გილაურთან როგორ, იმიტომ რომ იგივე ოლიგარქია და მარტივ რაღაცას გეტყვით კიდე. აი 134 მილიონი ლარი ხო ვთქვი რომ მოგება იყო 2012 წელს და 134 მილიონი ლარი კი არა, 150 მილიონი ლარი მარტო დირექტორების ხელფასი გაიცა. მარტო დირექტორების 2023 წელსა არ მინდა რომ შემეშალოს. მარტო დირექტორები გეტყვით ხა და მაგას ძალიან დიდი ამბავი იყო სხვათა შორის სოციალურ ქსელში. ერთი დირექტორის ანაზღაურება თვეში საქართველოს ბანკში. ერთი 10 იყო დირექტორთა საბჭოში 10. 444,729 ლარი თვეში. ბანკის დირექტორის ანაზღაურება. კერძო კორპორაცია. კერძო როგორ მე აგერ გიყვებით როგორ გზარცვავენ და 10,000 ლარში როგორ მაგთევინებენ 27,000 ლარს. ეგ რანაირი კერძოა ძმაო, ყაჩაღკარ ოფიციალური კანონის ივანიშვილის სახელით მზარცვავ. იმიტომ რომ კიდე და ქვეყნები მაქვს ჩამოთვლილი ჩვენნაირი საპროცენტო განაკვეთი რომელ ქვეყანაშია? ბუტანო ახლოს რომელია რო აიღოთ ეხა ხო და ჩვენ ქვეყანასთან ახლოს საპროცენტო განაკვეთით და საკუთარ კაპიტალზე მოგებით რომლები ქვეყნები არიან? ბუტანი, ნიგერია, კენია, ანგოლა, მალავი, რა ვიცი, ჩვენზე უარესად კიდე ზიმბაბვე და ასე შემდეგ. ანუ ეს გვაკმაყოფილებს? ანუ ამათ გარშემო უნდა ვიყოთ საბანკო მიმართულებით, ესე იგი პროცენტები და პლუს საკუთარი კაპიტალის ამდე პროცენტ მოგებაზე 30-40-ზე სიგიჟე არ არსებობს ეგეთი. მარტო გადიან ამ ქვეყნებში, ბუტანში, ნიგერიაში, კენიაში, ანგოლაში, რა ვიცი, ეს ნორმალური რატო არის ხალხო მითხრას ვინმე? ეს არანორმალურია. და 454,000 ლარი ხელფასზე რო ლაპარაკობ დირექტორსაც, თანამშრომელს რამდენი აქვს ისი ხელფასი საქართველოს ბანკში, მართლა რომ მუშაობს თელი დღე. 800 ლარი, 1000 ლარი, 1200 ლარი. მეცაც გეტყვით, ფასი იმდენად დაბალი ხელფასი აქვს, რომ უწევს ჯარიმების გადახდა ბანკებს, რომ არასათანადო ხელფასი აქვს მის თანამშრომლებს, მაგრამ ურჩევნია მომატებას ჯარიმა ესეც დარწმუნებული რომ იცით ეს თემაც, ხო? ესე იგი ჯარიმებს იხდიან ბანკები, რომ თანამშრომლებს ხელფასი არ მოუმატონ და ხალხო 3 მილიარდ 100 მილიონი მოიგეს. წარმოუდგენელი რამე 134 მილიონსა და 3 მილიარდ 100 მილიონს შორის არის 23 ჯერ ხოლმე. ცოტა სხვა მიმართულებით კი წავედით, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რადგან სოციალური ქსელები ახსენეთ, გუშინ ძალიან აქტიურად წერდა ბევრი, არ ვიცი თქვენ თუ შეგხვდათ, ერთ-ერთი მომსახურება გაორმაგებულა ერთ-ერთ ბანკში, რომელიც თქვენ ახსენეთ, მოხმარებელთან შეუთანხმებულად, როგორც ამას წერდნენ, ანუ ის რაც ღირდა 200 ლარი გახდა 400. ხო და ზუსტად იგივე პირადობის მიღება აღება ღირდა 25-30 ლარი გახდა 60 ლარი. სახელმწიფო გააძვირა, აგერ ამძვირებს საქართველოს. ერთნაირი მკვლელობები არიან. ერთი სისტემა თან რო გინოდეს ხმაგან კონკურენცია არ არის ბაზარზე. ამიტომ ვერ მივიდეთ სხვაგან. ვერცეთ მაგ რომელ ბანკშიც მიყვალ უარესი დაკვდება, კაცო, საწავიდეთ. კონკურენცია არ არის. ევროკავშირი რაც ნიშნავს? იმიტომ რომ ამბობთ რომ ევროკავშირში გვინდა, რატო გვინდა? იმიტომ რომ 30% ეს კი არ იყოს. 6, 7, 8, 10, 12%-იანი იყოს ბატონო ოღონდ. პენსიონერს ლიბერტი ბანკში 1500 ლარს ჩემი თვალით მაგ კაცო ნანახი ხო ეს ისინი ქვითრები 1500 ლარში რო ახტევინებ 4500 ლარს, ან 4000 ლარს. ეს ყაჩაღობაა, ეს არ არის ბანკი. ბანკის დანიშნულება არის რომ წაახალისოს ადამიანი, წაახალისოს ბიზნესი, მიწეს შესაძლოა ბიზნესი გააკეთოს. ოღონდ ესენი გარდა იმისა რომ საბანკო სექტორიდან 3 მილიარდ 100 მილიონი შეულობენ, ამას გარდა ყველა ბიზნესში არიან ელისო. სამშენებლო კომპანია გინდა აქ ბანკს. შენ გინდა ეს 10 ნაბიჯი წინ არის. გინდა მაგალითად ავტონაზრების შეძენა აქ ბანკს ეს კომპანია. გინდა რომ ბავშვი საჭმელი იყიდო და შედიხარ საფთეოქს. აქ ბანკს ეგ სერვისი. ხვდები ყველგან ეგენი არიან. ჯერ ბანკში მოდის ესე იგი წეწავს და ამაზე მე რა არის უბედურება. ეს პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი ვერ ბედავს ლაპარაკს. რატო ვერ ბედავს? იმიტომ რომ რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით რომ ეს ბანკი იმასთან აფელირებული, ეს ბანკი ამასთან აფელირებული, ვერ ლაპარაკობენ. თორე დარწმუნებული იგივე პრობლემაა ამ ხალხს. ხო და მე ძალიან თავისუფლად შემიძლია ამაზე ლაპარაკი. გულისხმობს საბანკო ოლიგარქიას და როცა ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკობ, აი მივიდეთ მანდაც რა, ჯერ ერთი ამ რეალობაში მართლა აღარ მიყვარს ეს ბანერები, პარტიები, დიდი ეროვნული პრობლემა, აგერ 50 პოლიტპატიმარი უბედურ დღეში ვართ, რომელ პარტიებზე ლაპარაკობთ, მაგრამ აი კიდე თუ უფრო შევსავართ, ვინ ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას? საბანკო ოლიგარქია. გადახედეთ ქართულ ბანკი, ლიბერტი ბანკი, იქით, აქით, საქართველოს ბანკი კი, მიშა სააკაშვილი საბანკო ოლიგარქია ებრძვის საქართველოში. ეგ რეალობა გვაქვს. ეხლა ვიღაცას უნდა დაიჯეროს, უნდა არ დაიჯეროს. ერთადერთი პარტია საქართველოში მართლა ოღონდ რა, არის კიდე ლეიბორისტები მაგალითად, სხვა პარტიებიც ვიცი, ვიღაცები. კი ბატონო, ოღონდ მე ვამბობ, აი დიდ სხვილ პარტიებში, ხო? ერთადერთი პარტია, ხო, ლეიბორისტებიც ვერ ვახსენო, არ შეიძლება რომ მართლა ეგრეა. ერთადერთი პარტია, ვინც არც ერთ ბანკთან არასდროს დაკავშირებული არ ყოფილა, არის ნაციონალური მოძრაობა. და არასდროს არ დაკავშირდა, თუ დაკავშირდა, მე არ ვიქნებ ეგეთ პარტიაში. იმიტომ რომ დღევანდელი ქვეყნის
ეს თავარი მამოძრავებელი პრობლემა ეს ხალხი რაზეც ლაპარაკობს არის ბანკში დალომბარდებულია პოლიციელები რო ლაპარაკობთ მილიციელები ეს ხალხი ყველა ლომბარდჩიდებს ყველა უყურებს რომ სესხი მოუარო 1200 ლარი ვერსად ვერ წავა რო უნდოდეს სამოსლო ეცის რო 600 ლარი უნდა ჩამოაჭრას ბანკმა პოლიციელი როზის ღამეს რო ათენებს მაგრამ თქვენ აღწერეთ ესეთი სქემა ხო ბანკიდან მე წყარო სათავე მიდის ეროვნულ ბანკთან და ეროვნული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილთან ანუ ეს რაღაცა მოსჯადოვებული წრეა აფტრეში ეხა 8,250,000 ლარი აქვს დღეში ბანკს წმინდა მოგება ელისო აი ხა აღდგომა ხომ მოგება დასვენებაზე ხო იქნება მაგ დღესაც 8 მილიონს დაწერს მოგებას ყველა დღე რო ჩატო ახალ წელს იმას რა ქვია შობას შაბათკვირას არაფერი აი თქვენ ეხლა 8,250,000 ლარი აქვს მოგება საიდან აქვს ეს მოგება თქვენ რომ მუშაობთ მე ბანკებში უიხდით 20-40%-იან სესხებს და ორჯერ რო გაიზარდა სერვისები ეს არის და მე რა კერძო კომპანია რა კერძო კი არა თაღლითების ჩემი ფულიდან კაცო ის კი არ არის რაღაცა იმას კი არ ყიდის ძის პროდუქციას ჩვენ გვასესხებს ფულს ოღონდ იმად რა ქვია ძალიან ძვირად რო არ არსებობს სოფლიო ჩამოგიტვალეთ ეგეთი ქვეყნები სად არის კიდე ბუტანი ვართ გვინდა რომ ბუტანი ვიყოთ არ მინდა ძმაო ბუტანისნაირი ქვეყანაში ცხოვრება მინდა რა ვიცი საფრანგეთის იაპონიისნაირი ქვეყანაში მინდა მე თქვენ საჯარო მხილებას ბანკების მისამართით პარტია ეთანხმება ეს პარტიასთან შეთანხმებული პოზიცია რა შეთანხმებული კაცო საბანკო ოლიგარქია ებრძვის მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას ეს რეალობა გვაქვს გადახედეთ აგერ ფაქტებს გეუბნებით ხო რუხაძედან დაწყებული ლიბერტი ბანკი და ბიზნესით გაგრძელებული სხვა საბანკო ასე ვთქვათ მოთამაშეებით რა ნუ ეგ რეალობა გვაქვს რა მათ შორის ოპოზიციის ხო მათ შორის ეხლა და ნახე ამ ხალხმა გამოვიდნენ თვითონ ილაპარაკონ ოღონდ მე იმას კი არ ვამბობ წესიერი ხალხი არის კაცო ძალიან ბევრი წესიერი ადამიანია და ბევრთან გვითანამშრომლია ვითანამშრომლობთ ოღონდ კიდევ ვამბობ ეს ეხლა ჩემსა და სხვა ოპოზიციონერებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა რა მე შემიძლია დავშდი აქ და ბანკებზე ვილაპარაკო და დაუძახეთ აბა კიდე რომელი ოპოზიციონერი მოვიდა ილაპარაკებს ამაზე და მე მითხრა თუ აი ლევან ამ ოპოზიციონერს შეძლები ამაზე ლაპარაკო და ამისვით აგერ და ვილაპარაკო აბა მოდი გავაკრიტიკო შალვა ნათელაშვილი მოვა და შალვა მოვა იმიტომ რომ არა კაცო ამ ბანკებთან შეხება და აბა ის თქვენ და ზუსტად იცით ახლა ვიზო ლაპარაკო და არ არის ჩემი ანუ ჩემი გასარჩევი მე ვლაპარაკობ სიმართლეს აი ამ გაჭირვებების რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობ ზუსტად იგივე სავარძელში ისხდნენ ამ კოალიციის წევრები ვისაც თქვენ გულისხმობთ და მათ ჩვენ გვითხრეს რომ კი ეხმარებოდა მათ უფრო კონსულტაციით აი ეს იყო რაც პასუხი მერტმა გაუმარჯოს ყველას ოღონდ მაშინ შეიზელენ რაც გამოვიდეთ თვითონაც თქვენს ამ ბანკებზე რაღაცა რა იმიტომ ეხლა რა გაჭირვებაზეც ლაპარაკობთ ამათი შექმნილია ყველაფერი არის ამათ ხელში ფული ამათ ხელშია მე ამ ფულით ყიდულობენ ადამიანებს ამ ფულით ყიდულობენ ზონდერებს ამ ფულით ყიდულობენ ყველას და ეგ არის კი ტელევიზია ყველაფერი აქვს ჯიბეში და ამაზე თუ არ ვილაპარაკებ 2000 მოდი შეეხება და მოკლედ დავამთავრებ საშუალო ხელფასი რამდენი დათოლა საქსტატმა 2217 ლარი ეხლა შედი 71 საარსებო მინიმუმი ხო 2217 ლარი გურამ რომ საშუალო ხელფასიო 300,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს 100-დან 1000 ლარამდე ხელფასზე 300,000-ზე მეტი რამდენი 10,000 და 100,000 ვერ მუშაობს ეგ ცალკე აგერ სოციალურ დაუცველები ჩამოთვალეთ 200 ლარზე რამდენი ცხოვრობს და ეს საშუალო ხელფასი როგორ გამოიყვანეს ესეც უნდა უთხრათ ხალხს აი დავით ნარმანიას რო აქვს 15,000 ლარი და ზარქუას რო აქვს აგერ პარლამენტში 15,000 ლარი აგერ ადამიანი რომ მუშაობს მაგალითად რაღაცა აი ბაღის პედაგოგი 300-400 ლარი აქვს ხელფასი საშუალოდ საქსტატი გეტყვით რომ ამათი ხელფასი არის 7,000 ლარი აი ესე გაგიყოფენ და ეგ არის რა ძმაო რავი 7,000 ლარი როგორ ეხლა ისევე როგორც ინფლაციის მაჩვენებელი ბევრისთვის ძალიან манипуляციურია რაზეც ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები მიუთითებდნენ როდესაც სიღარიბეზე ველაპარაკებოდით